ერთი მაგრად გამარჯობა ადათის და ჯაბაას მაყურებელო, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია ოთო მებუკე. პირველ რიგში უმეტესი მადლობა რომ დაგვთანხმდი ჯაბაასზე ერთია და თან გვიმასპინძლე თავად სივრცითაც და ამისთვისაც დიდი მადლობა შენ. აი ხარე, მადლობა პირიქით იმისთვის რომ ხართ პირველ რიგში და მეორე ჩვენი საუბარი რომ შედგა ტელეფონით უშუალო კონტაქტი და ცნობა ჩვენ ერთმანეთის არ გქონდა მე პირდაპირ გითხარი მაშინაც არ ვიცნობ არ გიცნობ მაგრამ ადამიანი რომელიც ისე მესაუბრება რომ ჩემი შემოქმედება თუნდაც მცირედი რასაც ვაკეთებ მოწონს და აფასებს მე უფლება არ მქონდა არ დათანხმებოდი და თუნდაც ეს ორიოდე სიტყვის კითხვა-პასუხის გაცვლა გამოცვლა არ შემდგარიყო და მადლობა თქვენ ამისთვის რომ დღეს აქ ახართ ჩვენ სტუდიაში ხართ და შევეცადოთ გამოგვივიდეს ის რაც თქვენ გინდათ და შევეცდები რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ გულახდილად რა თქმა უნდა ფანტასტიკური ქორეოგრაფი ხარ და ეს ჩანს სცენაზე მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდით თავისთავად ხარ მოცეკვავი. პირველ რიგში. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავი ხარ. მოქმედი 55 წელში. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ. და კაი, სანამ გადავალ ჩემ მოქმედებს რაღაც ბევრი რაღაცა მაინტერესებს, მაგრამ სანამ აქამდე მივალ, საიდან იწყებ საერთოდ ცეკვას? აკუნიდან გასაგებია, მაგრამ მაინც. ზუსტად 6 წლიდან ვიწყებ ცეკვას და სწორად მინდა გამიგოთ, აი 5 წლის ვიყავი შემიყვანის ტანვარჯიშში. აი სანამ სკოლაში შევიდოდით, მოგეხსენებათ თქვენ ახალგაზრდები ბრძანდებით, ჩემთან შედარებით და კომუნისტების დრო არ გიქნებათ გავლილი. ეს მოხდა 87 წელს კომუნისტების დროს, ეგიდე კომუნიზმი იყო და ეს ტანვარჯიშში სკოლა პირველ ფეთხიდან იყო და შემიყვანის ბაში პატარა ვიყავი და ეხლა რო კადრებს გონებაში აღვიქვამ ჩემთვის ტანვარჯიში იყო ძალიან მაგარი რაღაცა და მინდოდა რომ ეს ტანვარჯიში იმიტომ რომ ბაღში დავდიოდი და ტანვარჯიში შევედი ერთი წელი ტანვარჯიში ვიარე მომიწია სკოლაში შესვლა და სკოლაში რო შევედით დღესავით მახსოვს უკვე 6 წლისა ვარ რომ მაშინ იყო ეგრე რომ სკოლაში შემოდიოდა ქორეოგრაფი შემოდიოდა კლასში და ვის გინდათ ცეკვა მაგრამ ცეკვა დღესდღეობით ფართოდ არის გაშლილი ხალხში თუნდაც მარტო იმიტომ რომ შეიძლება თეატრებში არ დადიოდეს იმდენი ხალხი საყურებლად მაგრამ სოციალურ ქსელებში ვიდეოები ისეა მოცული ეს ყველაფერი თვითონ უკეთდება ჩვენ ქართულ ხელოვნებას და ნებისმიერ ყველაფერს სოციალურ ქსელში შეიძლება რეკლამა გაკეთდეს და იმდენადაა ხალხი გაცნობიერებული თუ რა არის ქართული ხალხური ცეკვა და ფოლკლორი აი ეს ინტერნეტ სივრცით არ ჭირდება ბევრი მიგნება და მოგნება ბავშვს სად მივიდეს როგორ მოვიდეს ჩემ პერიოდში ეგრე იყო და აცხოვნოს ღმერთმა ჩემი პირველი მასწავლებელი უსაყვარლესი ადამიანი ძალიან მაგარი მოცეკვავე გულო მიქაძე ძველი თაობის მოცეკვავე აჭარულის ერთ-ერთი უბადლო შემსრულებელი იმ პერიოდში და ცეკვა ვის უნდაო და ახლა აც გამომითქვია სურვილი პირველ კლასში ვარ ალბათ სექტემბრის თვე არის სკოლა ახალი დაწყებული მიხარია სკოლაში დავდივარ ტანვარჯიში ვაგრძელებ სიავ ჩვეულებრივად და მოვედი სახლში დამომიყვანა მშობელმა ალბათ შედგა მშობელსა და დამრიგებელ შორის საუბარი რომ ასე ცეკვის წრე არის ეს ხდება იოსებ სახელობის კლასიკურ სკოლაში ესა მეორე საჯარო სკოლა ამჯერად რომ ასე ცეკვის წრეო და მე არც ვიცი და 2 დღის შემდეგ დედას მივყავარ ცეკვაში ვერ წარმომიდგენია რა არის ცეკვა იმიტომ რომ არა მაგ არაფერი წარმოგიდგენა ეს რაღაც ვისაუბრე რა არის ქართული ხალხური ცეკვა. სად მივდივარ არ ვიცი, მაგრამ პატარა ვარ, მაგრამ ძალიან მაგრად მახსოვს აი პირველი გულო მასწავლებელი, რომელმაც აი იყო ეგეთი ეხლაც აქვს ძველებს ჩვენ ცოტა ნაკლებად ვიყენებთ ახალგაზრდა თაობა ყური შემოწმებას რო ვეძახით აი ტაქტი როგორ აქვს და გამიკეტა ეგეთი
თუ გაიმეორებ. ახლა ჯერ არ ვთქვი რომ თუ გაიმეორებ, ჯერ გააკეთა და მე მითხრა თუ გაიმეორებ, ჯერ რა გააკეთა ის ვერ გავიგე და მე თუ გაიმეორებ და მორიდებული ბიჭი ვარ და იგივე მეც. მეცხოვრნის და ეგრევე. ხო ახლა წამში ეგრევე რაც მომხვდა ყურში მანამდე მოსმენელი არ გა. არაფერი საერთოდ არანაირი შეხება, იმიტომ ხო გეუბნებით 88 წელია, კომუნიზმია. არ არის ესე ფართოდ გაშლილი ქართული კონცერტზე, თეატრშიც არა ვარ ნაყოფი ქართული ცეკვის საფუძვლად და ეს ბიჭი გამოდგებაო. ეს ზუსტად დღესავით მახსოვს, აი როგორაც ჩვენ გიყურეთ, ეგრევე მახსოვს და ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები, მოდი ასე რომ ვთქვათ, ქართულ ხალხურ ცეკვაში და იმის შემდეგ მეორე რეპეტიციაზე ცოტა ცრემლებით მივედი და მესამე რეპეტიციიდან რომ დავიწყე და დღემდე ასე ვარ, მოვდივარ. მოკლედ რო ვთქვა და დიდი მადლობა იმიერში ჩემ პირველ მასწავლებელს, ვინაც პირველ რიგში შემაყვარა ეს საქმე და მისი დიდი მადლიერი ვარ, რომ დღემდე ასე ვარ. მისი პირველი ნაბიჯები ეგ იყო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გულომიკაცის. ეს ტაში ფაქტიურად იმის მერე არც გაგიჩერებია, ეგრე გამა. ფაქტიურად თითქმის არ მხოლოდ 7 თვე იყო წვეთა ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაცა მოხდა ისეთი, რომ აი ერთი ანსამბლი დაიშალა, სახელმწიფო ანსამბლი და რაღაცა ეპიზოდი წვეთა იყო, სანამ შეიქმნებოდა ამჯერად ხელახალი ანსამბლი, რომელიც ფოლკლორის ბაზაზეა და ქუთაისის სიმღერების ცეკვის აკადემიური ანსამბლი, სადაც ეხლა მოღვაწეობ, მანამდე სხვა ბაზაზე იყო, აქ თავიდან დაიწყო ისტორია, თუმცა იმ ნაწილის მონაწილეცა ვარ და დღესაც ვაგრძელებ, როგორაც დაწყებაში თქვი, რომ დღესაც მოქმედი მოცეკვავი ვარ. ეს 8 თვიანი პაუზა იყო, სანამ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დიახ, რა თქმა უნდა. თორე ის ყოფილიყო შეუულებრად ეს 8 თვიანი წვეთა სხვა სამში სხვა სახელმწიფო ანსამბლთან თუ ქონდა შეხება? არანაირი, არსად არ მიცეკვია სხვა სახელმწიფო ანსამბლში 16 წელს ვიყავი, როცა მივედი ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის, მაშინ სახელმწიფო ანსამბლი იყო და მე ამისთვის ვემზადებოდი. იმისთვის ვემზადებოდი, რომ მე-9 კლასში უკვე გადავწყვიტე 9 კლასში რომ დავამთავრე, სხვათა შორის არ მიყვარს ამან საუბარი, მაგრამ ვიყავი ძალიან კარგი მოსწავლე და 90-იანი წლები თქვენაც არ გექნებათ, აი 80-იანები, აი როგორი ცოტა გაჭირვების პერიოდი იყო ძალიან და როცა მე-11 კლასში გადადიხარ და შენს საარსებო წყაროს ხედა უკვე ამ სფეროში, იმიტომ რომ მე-11 კლასში რო გადავედი, მაშინ პირველ სკოლას ვამთავრებდი, მომიწია არმაზლი პარტელიანთან ერთად მუშაობა პირველ სკოლის სახალხო ანსამბლი რაოში, იმიტომ რომ გადავედი მე-11 კლასში იქ ანსამბლი იყო და მომიწია მათთან ერთად მუშაობა, საკმაოდ დიდი ანსამბლი და მე-11 კლასში უკვე რო იტყვიან პირველი ბავშვები, აი ტრიუკაჩებს რო ზდიან, როგორც იტყვიან ჩვენთან ჩვენები მოცეკვავეები, ან ტრიუკი, ესეთი ჯგუფი 30 კაციანი პატარა ბავშვებით ჩამაბარეს და ეს იყო პირველი ნაბიჯები ჩემს პარალელურად ქორეოგრაფიაში შევედა, მაშინ რეპეტიტორი ვიყავი, მათ ცეკვის დადგმა არ აი. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ქართულ ქორეოგრაფიაში. მე-11 კლასს სანამ დავამთავრებდი, მცირედი, მაგრამ სწავლებას არ ვიტყვი, მცირედი, მაგრამ უკვე ჩემი საარსებო, რო იტყვიან ჯიბის ფული გამიჩნდა და რო გადავდგე ეს ნაბიჯი, მივედი სახლში და ვთქვი, რომ დედას მამას ვითხარი, კარგად გამიგეთ მეთქი, ვიცი რომ გინდათ რომ ჩავაბარო უმაღლესში, გინდათ რომ ჩემი ნიჭი ცოტა სხვანაირად გამოვიყენო, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ამ გაჭირვებიდან მეთქი, მე ასე გადავწყვიტე, რომ აი ამ საქმეს მივადგე და განვითარდე. შეკითხვა იყო თავისთავად, მე კარგიო ესო, მაგრამ მერეო. მე ვთხარ, როგორც კი სკოლას დავამთავრებ, ვაპირებ სახელმწიფო ანსამბლში მივიდე მეთქი და თელის მე-11 კლასი დაუთმე მომზადებას იმისთვის, რომ მივსულიყავი უკვე სახელმწიფო ანსამბლში 16 წლის 17-ის არც ვიყავი და მივედი 16 წელს სახელმწიფო ანსამბლში 17-ის იქ გავხდი და დაახლოებით 6 თვეში უკვე იქაც ხელფასზე გამაფორმეს, რო იტყვიან დიდი სიყვარული და სიხარული მოყვა მას ვერ წარმოგედგინა სკოლა დამთავრებული ხელფასი რა არის და ასე მოხდი ქუთაისის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში 98 წლიდან და დღემდე ვიმსახურები ამ საქმეს ჩემი ქალაქის სიყვარული. რა მაგარია, ხა დიდი გამართლებაც მოყვა მაშინ, ესე იგი ეგრე გამოდის რა შენ ამბობს, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში უსახსრობის გამო უწევთ ხოლმე საყვარელ საქმეზე უარის თქმა და შენ თან აღმოჩნდა პირიქით რა. დიახ, ალბათ ღმერთის
და უფლისნება იყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ მე ბევრჯერ შემეძლო მოგეხსენებათ 2000-იანი წლები სახელმწიფო ანსამბლის ცეკვის პერიოდში სადმე წავსულიყავი თუ ეხლა როგორაც არის უვიზო მიმოსვლა მაშინ ეგრე არ იყო ვიზა ძალიან ჭირდა მხოლოდ და მხოლოდ დადიოდნენ სპორტსმენები ხელოვანი ხალხი და ის ხალხი ვისაც ვიზა ეძლეოდა ოფიციალურად ერთხელაც სურვილი არ გამჩენია რომ სადმე დავრჩენილიყავი მიუხედავად იმისა რომ დიდი შემოსავალი ნამდვილად არ მქონდა მაგრამ ჩემი პირველ რიგში ხელოვნებაზე მეტად შეისაძლებელია ჩემი ქუთაისის სიყვარულმა ხელოვნებასთან ერთად გადამაწყვეტია რომ დღემდე მე ჩემ ქალაქში ვარ და არც ეს სხვა ანსამბლისკენ არ გამიხედია მიუხედავად იმისა რომ თუნდაც შეიძლება არ ვიტყვი გადაჭარბები ჩემეძლო თბილისის ნებისმიერ ანსამბლში მეცეკვა იმ პერიოდში როცა ახალგაზრდა ვიყავი და წავსულიყავ მაგრამ ქუთაისში შენ ხო ძალიან მიყვარს კარგად გამიგეთ თქვენ თბილისლები ბრძანდებით აი ორი დღეც რო თბილისში შეიძლება დამამას ზესტაფონელი ვარ ხო და თბილისლები გამიგებენ აი კარგად გამიგეთ აი რაღაცნაირად მიყვარს როგორ არა თბილისლები მაგრამ ჩემთვის აი ვერ ჩერდები უბრალოდ აი რაღაცა გარემოები სადაჩობილ ვარ გავსდივარ და ჩემთვის ქუთაისი ყველაფერია ჩემთვის ქუთაისი ყველამ კარგად იცის რომ არის ყველაფერი ტრიუკებთან რა საკიდან აქვს შეხება მე თვითონ ტრიუკი მე 6 კლასიდან უკვე ტრიუკთან მაქვს შეხება მე 6 მე 7 კლასიდან უკვე ორ ტრიუკს ვაკეთებდი ახლა ყველამ კარგად იცის ეს არის ტრიალდაცემა და ეს არის ტყუპი რომელსაც დღემდე ესაც აი ეს უნდა გამოვხატო ახლა ვინმეს თუ არ გინახავთ არ ვიცი მე ვჭირდება მაგრამ უეჭველი გამოჩნდა ახლა გამონაცა ერთი ახლა ნუ კაი რეპეტიციის ვიდეოები რაღაცეები ახლა ნუ გადევნებდი თვალს იქ რაღაცა მომწონდა ხო ასე ისე რაღაცა მუსიკასთან ურთიერთობა იქ მესმის ხო რაღაცა სიტყვაზე აჭარული შეიძლება შეასრულო რაღაცა ტეხილით შეასრულო კაი რაღაცა მესმის ამბავი ეს ყველაფერი მაგრამ ხედა უცებ ვიდეოს სადაც 44 წლის კაცი ახლა სუდად და საწყენად არ მიიღო პირიქით ახლა საკმაოდ ტრიუკისთვის საკმაოდ დიდი ასაკია უკვე რა აღარ არის პატარა ასაკი 54 წელი იმის რომ მუხლებზე ტრიუკი შეასრულო და აი რა ვიცი უმაღლეს დონეზე ყუბს ასრულებს კონცერტზე და აი არ ვიცი აი რა დამეუფლა გამიხარდა რა აი მართლა რომ უყურებდი რა მაგარია რა კი უბრალოდ რანაირად თან ყველა საპასუხისგებლო ის არის ახლა ვინც ტრიუკი კარგად იცის და სოლოს აკეთებს, ყველა კარგად გამიგებს თქვენი მსმენელი, რომ აი როცა მარტო შემოდიხარ, ნებისმიერ ტრიუკს შენ თვითონ აკონტროლებ. შეგიძლია მას მეუმატო ტემპი, სიტყვაზე ვამბობ ჩვენ ენაზე რო ვთქვა გადაგაგდო ტრიუკმა, მოდი ასე რო ვთქვა, მაგრამ იმის გამოსწორება შეგიძლია შენ და ლავირება სცენაზე იმისი, რომ შენი ჩაიტანო ბოლომდე, ან ადრე დაამთავრო, ან როგორაც გინდა ისე დაამთავრო, ეს გამოცდილების ხარჯი ხდება ყველაფერი, მაგრამ როცა თუ სხვადასხვა დღემდე მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში, როდესაც ჩემი პარტნიორი ნიკუშა მოვიდა ჩემთან შედარებით უკვე 6-7 წელიწადია, თუ მეტი, რაც დუეტში ვაკეთებდით და პირველად გაკეთდა დუეტში, ტყუპი დუეტში არც ერთ სახელმწიფო ანსამბლს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, არ გაკეთებულა, პირველი ჩვენთან გაკეთდა ქუთაისში და აი ზუსტად ერთი თვის უკან უკვე სამაკაცმა გავაკეთეთ ეს ყველაფერი, ასაკი რა თქმა უნდა ჩემთან შედარებით მწროსები არიან, მაგრამ თავარი რა არის ტემპი, რომელსაც კარგად იწყებ, ის ტემპი უნდა მიიტანო ბოლომდე. შენი არ აქვს უფლება, შენი ტემპი აკონტროლო ტრიუკში, გვაქვს ერთი რითმი და იმ რითმს უნდა მიყვე და ნუ როგორ ვახერხებ ალბათ დიდი შრომის შედეგად ისევე, როგორც 16 წლის ვიყავი და მივედი და შრომობდი, ვცდილობ დღემდე, ნუ თავისთავად ასაკიდან გამომდინარე ვიშრობო. და კიდე მინდა არც არ დრო გაგიმხილოთ რომ აი აგულახტილად გაყრი რო არა ნუ ამ ხელა ბავშვებთან ძალიან დიდი ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს და რო არა ჩემის აზრით და მარტო სახელმწიფო ანსამბლს კიდე მოცეკვავე ვიყო და სტუდიებით არ ვიყო დაკავებული და ამ ბავშვებით არ ვიყო დაკავებული ღვთისმადლით რა თქმა უნდა და ღვთისშეწევნით ჯანმრთელობით პირველ რიგში ალბათ მინიმუმ რო იტყვი ანუ რუსულად ჟარგონს ვიხმარ 1-50 წლამდე კიდე ამ ტემპით ვიცებებ. ნუ ჩემი აზრით
მაგრამ ეს არის დამღლელი პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ აი დილა სახელმწიფო ანსამბლი, მერე იქიდან სტუდია, მერე ისევე სახელმწიფო ანსამბლში ბრუნდები, იმიტომ რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდა თაობა, ეგრეთ წოდებული დუბლები რო ეძახიან, ისინიც მიმაბარია, მომავალი თაობა, რომელსაც კადრების ცვლა უნდა წავიდეს სახელმწიფო ანსამბლში და მოიტყვიან 24 შვიდზე მიწევს დარბაზში ყოფნა და ცოტა არ მინდა გამოცდილების ხარჯზე მიწევს ენერგიის ბალანსი, რომ დილას ვარჯიშე ისევ ვარჯიშო, მერე მთელი დღე ბავშვებთან, მერე კიდე საღამოს ისევე სახელმწიფო ანსამბლში ბრუნდები დუბლებთან, რომ ეს ვაბალანსო. რო არა ეს ყველაფერი და მხოლოდ ვარჯიში, გპირდებით, აგებდებ სიტყვას ღვთისმადლი ჯანმრთელად ვიყო, მინიმუმ 50 წამდე შემიძლია გავაკეთო. ალბათ, იმიტომ რომ სადაც აქ არა, ერთი არის სუფთა შესრულება და მეორე არის ხასიათი, ემოცია, ენერგია, რასაც შეგიძლია რომ ძირითადად განსხვავდება ხოლმე ხა როცა უშუალოდ კონცერტზე უყურებ პირდაპირ ეთერში ესე რომ ვთქვათ რა იქ მეტად გრძნობა მოხს მაგრამ როცა შეგიძლია ეკრანს მიღმაც ეს მუხტი გადაცე მაყურებელს და შეგიძლია აი ძალიან მაგარი რაღაცაა რა უნიკალური უნარია რა ესე ვიტყვი რა დაგეთანხმებ ალბათ დაგეთანხმებ იმიტომ როგორც მაყურებელი ისე საუბრობ და თუ ჩემი ნაცეკვი არა მხოლოდ ლაივზე კადრიდანაც ისე მოდი შენამდე როგორც ლაივზე ვინც უყურა და პირდაპირ ემოცია გადავიდა ჩემიდან მასე ალბათ ვახერხებ ამას დღემდე და ამაზე მაგარი არაფერი არა ჩემთვის როგორც მოცეკვავისთვის რომ თუნდაც ვიდეოში რო უყურებ ადამიანი და შენამდე ის მოვიტანე რაც მე მინდოდა მომეტანა რო არიჯექი თქვა პარტერში მნიშვნელობა არ აქვს და ლაივზე არ უყურე ჩემთვის მაგალითად მაგაზე მეტი ბედნიერება არაფერი არა იმიტომ რომ ჩვენ მოცეკვავეები ვართ, ხელოვანი ვართ და მხოლოდ ესაა ჩვენი მადლობა, როცა ცეკვავთ და მადლობა შენ მაგ სიტყვებისთვის, რომ ასე გძნობ, თუნდაც ერთ-ერთი მაყურებელი, რომ შენამდე მოვიტანე ის ემოცია, რა ემოციითაც თუნდაც ის ტრიუკი გავაკეთე. ქორეოგრაფიაზე უნდა გკითხოთ? კი ბატონო. საკუთარი ანსამბლი ყავს, საკმაოდ დიდი ჯგუფი, კარგი ჯგუფი, შეიძლება ესე ითქვას. მადლობა. როგორია ეს სხვაობა რა? ერთია იყო კარგი მოცეკვავე, მეორეა იყო კარგი ქორეოგრაფი. მაინც ამათ შორის სხვაობა არის ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა, შეხება. რამდენად კომფორტული ზონაა შენთვის? ერთი აი გამბავი და მეორე როგორ ხერხდება, როგორ უნდა იყო კარგი ქორეოგრაფი საერთოდ? გასაგები, მოდი პირველ კითხვაზე გაქცევ პასუხს. იმისთვის რომ კომფორტის ზონა მიიღო და შენთვის სასიამოვნო გახდეს ანსამბლთან მუშაობა, ჩემი აზრით, ამდენი წელი გამოცდილება მოდი ცოტა არ არის, მოდი ასე დავარქვევახ 16 წლიდან ვასწავლი, 16 წლიდან 28 წელიწადია ხო და 28 წელიწადია ვასწავლი ბავშვებს. პირველ რიგში ჩემთვის კომფორტის ზონა ამ წლებიდან გამომდინარე მიიღწევა იქიდან თუ პირველ საფეხურზე, პირველ ეტაპზე, ბავშვის აღზრდის პროცესში. მე ვიცი 4 წლის შემდეგ ანსამბლში რო გადავიყვან, თუ რა ეტაპზე უნდა მყავდეს ნებისმიერი ბავშვი და ნებისმიერი მოცეკვავე. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მოცეკვავე, მაგრამ მიჩვეული ვარ ამ სიტყვას. თუ კი მე შევძელი ბავშვის ისე გაზრდა, რომ ჩემთვის 4 წლის შემდეგ ის ბავშვები ანსამბლში რო გადმოვლენ, იქნა სასიამოვნო სამუშაო, ან კომფორტის ზონა, მაშინ ეს ხდება სასიამოვნო პროცესი. და მაქსიმალურად ყოველთვის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე კურსთან ვდებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ მე-5, მე-6 და ასე შემდეგ ანსამბლში მივიღო ზუსტად ის სიტყვები, რაც მითხარი, კომფორტის ზონა, ჩემთვის სასიამოვნო გარემო, ამა თუ იმ ცეკვის შესაქმნელად, ბევრი პრობლემა არ შემექმნეს მერე და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი გინდა არ გინდა ცხოვრებისეულად, რომ ვთქვათ, საფუძველი ვცდილობ იყოს ძალიან მყარი, რომ მასზე მერე დავაშენო და დავაშენო. მაშინ მივახცევ ზუსტად იმ კომფორტის ზონას, რომ სასიამოვნო გარემო მქონდეს ანსამბლში ნებისმიერი ახალი ცეკვის გასაკეთებლად. პირველივე კურსიდან ჩართული ხარ თავიდან. დღემდე, დიახ, პირველივე კურსიდან დღემდე ასე ვარ, პირველი კურსიდან ბოლომდე ვარ აბსოლუტურად. სტილი მაინტერესებს, აი ქუთაისური სტილი ზოგადად. განსხვავდება, იგრძნობა შეიძლება მე მგონია ესე და მე ვანსხვავებ, მაგრამ მანერაც, მიხრა-მოხრა, აი ნებისმიერ ემოციაც სხვანაირია ქუთაისური ქორეოგრაფია, ქუთაისური შესრულება. გეთანხმები აბსოლუტურად. რანაირად ხდება ეგ რომ ერთი და იგივე რაღაცა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ კი, გამდვილად გეთანხმები მაგაში, იმიტომ რომ
ცოტა არა მარტო თქვენ არ მთელი საქართველო მაგას ამბობს, ვისაც ესმის ქორეოგრაფია და ხელოვნება გადაჭარბებით ნამდვილად არ ვიტყვი, მოგზალებულად ვიტყვი, რომ ცოტა სხვანაირი ჯიგარი და ჟირკა გაგვაჩნია ცეკვის დროს ქუთაისლებს, ცოტა სხვანაირი. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან ყველას კუთხის ცეკვა მომწონს აბსოლუტურად და შემოქმედება. უბრალოდ ალბათ ისევე ჩვენშია ქუთაისლებში, რომელსაც აი როგორ გითხრა, ვერ აგიღწევ, ვერ გადმოგცემ, თუ ხარ ქუთაისელი, მიხვდები ალბათ ჩემი აზრით და ქუთაისური სკოლა გაქვს ცეკვის გავლილი. ამას ნებისმიერ დიდან სამში თუნდაც თბილისში მოცეკვავე გაგეთანხმებათ, გინდა სოხიშვილების ბიჭები, გინდა ერისონის ბიჭები, ვინც ქუთაისლები არიან, რომ ცოტა სხვანაირი პეცი გვაქვს, ცოტა სხვანაირი, არ ვიცი, ალბათ ჯიგარი გვაქვს ცოტა სხვანაირი, თორე სხვა მეტი არაფერი. ის შენაც გაკვირვებს, ჩემი აზრით, ხოლმე და მხოლოდ აი ეს მუხტია ზუსტად. ხო, ანუ უჯიგროა ვინმე არა, მაგაზე არ საუბრობ, ცოტა განსხვავებული არის მართლა. ობიექტურად განსხვავებული. აი ზუსტად ეგ განსხვავება ჩემი აზრით და შეხედულებით ილეთში არაა საქმე, ცოტა აი მაგ მუხტშია, ცოტა სხვანაირი გვაქვს. აი როგორი გვაქვს, როგორ უნდა გითხრა, ეგ ყველა აბსოლუტურად მაყურებელმა უნდა შეაფასოს რა, რომ აი ცოტა განსხვავებული რა, რატო არის და მეც მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. იმიტომ რომ ალბათ ქუთაისლები რო ვართ იმიტომ. მუსიკაზე უნდა გითხო ხა. წერან კი შევეხეთ ამ თემას, უბრალოდ მაყურებლისთვისაც გასაგები რო იყოს. და თან როგორც მითხარი, ძალიან ბევრი სტუდია არის ქუთაისში და თითქმის ყველა იყენებს ცოცხალ მუსიკას. რამდენად მნიშვნელოვანია ცოცხალი მუსიკის ჩართულობა რა რეპეტიციის მსვლელობაში? ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ქორეოგრაფისტვის რამდენად მნიშვნელოვანია და ეს შემდეგ. მოდი თქვათ პირველ რიგში ის რომ ჩართულობა ჩემი აზრით არის აუცილებელი. და რატო? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ მე პირადად ასე ვარ. და მოდი ჩემ თავზე ვისაუბრებ. მე აი ამ სტუდიაში შემოსული პირველი კურსელი დღემდე 28 წელიწადი სადაც მიმუშავე და როგორაც აი პირველი კურსიდან თქვა წინა კითხვაზე პასუხი გაგეცით ჩემთვის არ არის რომ ბავშვი უნდა ვასწავლო ცეკვა მე ვფიქრობ რომ თითეული ბავშვი რომელსაც ნებისმიერი ქორეოგრაფი მაგრამ მე ჩემ თავზე ვიტყვი უნდა ფიქრობდეს რომ მას როგორც ერთი პროფესია მიანიჭოს ქართული ხალხური ცეკვა თუ ბავშვზე შენ ამ კუთხით უდგები რომ მას პირველივე დღიდან შენ მასში გაკათლა ნუ შენ იმ ხრიდან ნუ ახლა ბავშვი რამდენად წამოყვება ეგ მეორე საკითხია რომ ეს მომავალში როგორც ერთი პროფესია მას მიცე მიაწოდო ცხოვრებისეულად და მე როცა დადგება გადამწყვეტი მომენტი სწავლასთან ერთად დიდან სამში ცეკვას გულისხმობ რა თქმა უნდა ხო ამ ყველაფრისთვის აუცილებელია ქართული ხალხური ცოცხალი მუსიკა იმისთვის რომ ბავშვს ტაქტის უნარი ის ყველაფერი რაც აი ზუსტად ის ჯიგარი ის მუხტი ჩემი აზრით ფონოგრამიდან ვერ მიიღებ ამას ეს ბავშვის სწორი განვითარებისთვის მომავლისთვის არის საჭირო პირველ რიგში მომავლისთვის რომ მას კონდეს ცოცხალ მუსიკასთან შეხება და მისთვის უცხოა გარემო არ შეიქმნას მომავალში თუ ის ფონოგრამაზე მუშაობს წლები თუ რა არის ცოცხალი მუსიკა ჩემი აზრით არა მარტო განვითარებისთვის არამედ მოდი მეორე ვთქვა სცენაზე ცეკვისთვისაც კი აუცილებელია ცოცხალი მუსიკა იმისთვის რომ შენ ეს აღიქვა ეს შენ შეიგრძნო და თქვი კიდევაც აი მანამდე ჩაიწერა თუ არა შეიძლება ადამიანს აი ბოლო ძალა რო გაქვს დარჩენილი და ბოლო ენერგია და გელევა აი ყველაფერი იმ ცოცხალმა მოგცეს ზუსტად ის ადრენალინი ის სტიმული რომ ბოლომდე მიიყვანო ნებისმიერი ცეკვა იქნება კონცერტი თუ მოძრაობა და თუ შენ ასე გძნობ ამას პირადად ჩემ თავზე ვამბობ მე არა მაქვს უფლება რომ ეს შეგძნება და ეს გძნობა მოვაკლო ჩემს ახსაზდელებს და იმ მომავალთაობას რომელსაც პირველი კლასიდან ჩამოსული 17 წლამდე რო ვზრდი როგორც ერთი პროფესია აირჩიოს ამაში დიდი წვლილი არ შეიტანოს ცოცხალმა მუსიკამ და ჩემი აზრით ეს არის აუცილებელი ფაქტორი ბავშვის სწორი განვითარებისთვის ქართულ ხალხურ ცეკვაში. ნახე ქორეოგრაფის კუთხიდან რო ილაპარაკო ხო.
ვიდეოებშიც კარგად ჩანს და ბავშვების პაროდიაშიც რამდენ ენერგიას ახარჯავ მუსიკას. ცოცხალი მუსიკის იზის, სიტყვაზე. ხო, ხან შეიძლება ერთი დღე დაუთმო, წახვიდე სტუდიაში ჩაწერო, მოხვიდე და გავს პროდუქტი. მაგრამ ამის მაგივრად გახარდა ყოველ რეპეტიციაზე საკმაოდ დიდ ენერგიას, პლუს ახარჯავ იმას, რომ მუსიკა ისეთი იყოს, როგორიც შენ გინდა რომ იყოს. ზუსტად. ეს რაღაცნაირად ხო არც არის კომფორტული თითქოს. არა, ჩემთვის კომფორტულია, რატოა კომფორტული? რას მაძლევს და ზუსტად იმას მაძლევს, რაც აი წინ თქვი, რაღაცა რომ მაკლია ხანდახან, მე რომ მაკლია, რა წარმომიდგენია, რომ ბავშვი ცეკვავს და რაღაცა მაკლია მუსიკიდან, ხო? აი მე წარმომიდგენია ჩემი თავი, მე რომ ვიდგე და რაღაცა მუსიკიდან მაკლია, აი ზუსტად მაშინ ვარ ვიდეოებში, რომ ის რაც მე მაკლია, რომ სცენაზე ვიდგე, ამათ არ დააკეთე და მაშინ არის ზუსტად ის რომ მუსიკასთან ერთად მიდის, აი მიდი, რომ მოდუნების საშუალება არაკლიათა პროფესიონალები არიან ბიჭები, ხო, რა თქმა უნდა, თავისი კეცხვრი მაგათი ხელოვნების წინაშე და შემოქმედების წინაშე, მაგრამ აი რო არ ცოტა მაინც არ მოდუნდეს რაღაცა ტაქტი, ის დუღარება, რაც ძირითადად იმ ვიდეოებში ფინალისკენ მიდის ყველაფერი, ის ბოლომდე დადუღდეს, რაცა დასადუღებელი, მაშინ ვდგავარ ხოლმე და ვაძლევ ზუსტად იმ მუღწ ერთსაც და მეორესაც, მუსიკასაც და ბავშვსაც, რომ იგი ბოლომდეა მისატანის და ამ დროს აი ის ჩანს, რომ შენ გამოხატავ აქ თელს ემოციას, თავისთავად ეს უბრალოდ ხო აი რო გინდოდეს ადამიანს და მარიამია ხო მაგის სპეციალისტი ჩუმად იღებს ხოლმე მაკადრებს ყველაზე მეტად რაც კაი გაგებით არ მიყვარს ეს ხალხ მაგაზე მუშაობს ხო გადაღება გადმოღება ჩუმი გადაღება რომ იმიტომ ნათქვამი მაქვს რომ არ გინდა მაგრამ ხანდახან მე რო დადებს ჩემ თავზე მეცინება ხოლმე მაგრამ იმ დროს შენ არ ეკუთვნი შენ თავს და ის არის ის ემოცია რა ემოცია ზუსტად ჩანს ხო რაც ემოცია რაც ზუსტად ჩანს იმ კადრებში რა ალბათ ეგეც არის რა კარგი ქორეოგრაფია აუცილებლად ყველა რეპეტიციაზე სადაც ასტრალშია გასული და იქიდან მუშაობს რა. ჩემი აზრით ეგრეც უნდა იყოს, თორე ვერ მიიღებს ის იმ მუხტს. ის ბავშვი რა მუხტითაც შენ გინდა რომ თქვა იმ მომენტში შენ იცეკო რა და მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის მუხტი მივაწოდო რომ რა მუხტიც და ზუსტად იმ მომენტში იმცეკვას. შენი ბიჭია საკმაოდ პოპულარული. კარგადაც გამოსდის თვითონ თქვა მე უფრო სერიო მამაჩემისგან განსხვავებით ხო მაგაზეც მე ვიტყვი მე უფრო სერიო ხო ახლა რაშია საქმე 80-იანი წლები რო ყოფილიყო როცა მე ვიწყებდი ცეკვას მაშინ ვერ იქნებოდა პოპულარული მაშინ სცენაზე იქნებოდი მხოლოდ პოპულარული იმიტომ რომ სოციალური ქსელი გაძლევს ამის საშუალებას რომ ინტერნეტს ივცე დღეს ყველაფერი განვითარებულია ან მაგის ასაკში 90-იანებში დენი და წყალი რო არ იყო საქართველოში, მაშინ ვერ იქნებოდი პოპულარული. პოპულარულები ხდებოდი ჩვენ კარგი გაგებით პოპულარული მოგზალებულად რო ვთქვა და ცინა ინტერვიუ ხო ჯელოსთან კონდათ, რომ აი სახელმწიფო ანსამბლში რო ცეკვავდით და ქალაქი ვიცნობდა როგორ აი თეატრში ვინც მოვიდოდა, ვინც გვიყურებდა და არა მარტო ის საზოგადოება რომელმაც ხელოვნება იცოდა, სხვათა შორის ბევრი დადიოდა მაშინაც თეატრში ქუთაისლები, რომ უბრალო მაყურებელი რო ვთქვა, რომ ჩვენი სახელებიც კი იცოდნენ, ახლა სახელმწიფო ანსამბლში ცოტა ბევრი რაოდენობა ვართ. მაშინ არ იყო ამ ხელა ბაზა სახელმწიფო ანსამბლში. ყველა გვიცნობდა ქალაქში, რომ ვინ სახელი რა გვექვა, ვინ ვიყავით, რა ვცეკვავდით როგორ და თაობების რო ვთქვა, ასე რო ვთქვა, პატარა ბავშვების კუმირებიც კი ვიყავით, ზოგი ჩემი ცეკვას ამწყავსებდა ჯელოს ვიღაცა, იქ ბიჭები იყვნენ. რა შემოვჭით მე და ირაკლი შემოვჭით ჯელიძე დღესდღეობით ძველი სახელმწიფო ანსამბლიდან რო იტყვიან, აი იქ ზუსტად 98 რო ვახსენეთ, ხო და ხო პოპულარობას დემეტრეს არ შეეხება პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ უყვარს და ჩვენ საქმეში თუ არ გიყვარს და ნებისმიერ საქმე ასეა ვერ გამოგივა საქმე პირველ რიგში უნდა გიყვარდეს მე მეორე არის ძალიან შრომელი და მიზანდასახული ეს კიდე ერთი პირობა იმისი რომ იყო მომავალში კარგი ჯერ კარგი შემოქმედი და მე ვნახო ცხოვრებაში როგორ მომავალში კარგი მოცეკვა ხმამაღალი ნათქვამია რომ კარგად ცეკვა ჯერ ბევრი აკლია მასას და სხვასაც რომ აი მოცეკვავე გახდეს და რაც შეეხება წერს და მუხს აქ არის მთავარი ფაქტორი მუხს სჭირდება ცოტა
თხელი და სუსტი ადამიანი, დემეტრი ცოტა ძვანმსხვილია და აქედან გამომდინარე, რომ ჩემი არჩევანიც იყო, იმიტომ რომ ტრამვა არა იყო, მართლა თავის ასაკთან შედარებით მოგზალებულად ვიტყვი, ახერხებს ლამაზ ცეკვას. მოცეკვავე კიდევ ამბობ, რომ ცოტა შეორია, ლამაზ ცეკვას ახერხებს, რითაც მთავარი რაც არის, წეგან რაც მოგწონს მაყურებელთან ახერხებს იმ კომუნიკაციას თავის ცეკვით, რომ აყვარებს თავს, აი ზუსტად იმ ემოციით და ეს ემოცია აქვს მასაც საკმაოდ კარგი. გემრიელი ემოცია აქვს, რასაც მაყურებლამდე შეუძლია მიიტანოს თავის ნაცეკვი და მიტო არის ალბათ ცოტა ჭალებში ვიტყვი პოპულარული და ცერი, იმიტომ რომ მეთქი მუხლო დავაწყებიო, შესაძლებელი იყო ტრამვა, რაც წონას ახლავს. ნუ სუკანს არ ვიტყვი, წონას ახლავს ტრამვა და შეიძლება და ის დაეკარგა ცხოვრებაში, რაც ძალიან უყვარს და ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მისი ერთ-ერთი ნუ ეგ ჩვენ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ თვითონ ქონდა სურვილი ერთ-ორჯერ სინჯულობდა რაღაცა, მაგრამ მე უთხარი, რომ დაანებე, შეიშვი, არ გინდა მუხლი, ჯობია დაზიანებას, მოდი ვიმუშაოთ ეს. აი პოპულარულობას მინდა შევეხო, რა თქმა უნდა, ეხლა რა დროსაც შენადარებ იმასთან შედარებით, ბევრად წინ და კარგად არის სიტუაცია და ეგრეც უნდა იყოს და იმედია უკეთესობა იქნება. თუმცა, ნუ თუ შევადარებთ სპორტს, მაგასთან შედარებით არც ისე პოპულარულია ქართული ცეკვა და იგივე რასაც იძახი მაინც და მაინც ესე სახეზე ვიღაცა იცნო და რაღაცა ძალიან მაგარი მოცეკვავეები, რომლებიც აი ტოპ არიან დღესდღეობით, შეიძლება თქვა რაც პრაიმ ხანა აქვთ, ბევრი ვერ ცნობს რა, ესე აი მაგალითად ქუჩაში შეიძლება ბევრი სპორტსმენი იცნო, უფრო მეტად ან სხვა სფეროს, კაი მაინც სპორტს განაცუდოდ ვიხევ. მაგრამ მოცეკვავეს ვერა და ჩვენი ჯაბასის და ჩვენი მიმართულებას ერთ-ერთი ეგ არის, რომ მოცეკვავეები, კარგი ქორეოგრაფები, ხელოვნები, მომღერლები უფრო მეტად ჩანდნენ და უფრო მეტად დაფასებულები იყვნენ. ერთი რაღაც მაინტერესებს. საუბრის მსვლელობისას ბევრჯერ აღნიშნე, რომ მოცეკვავეს ცოტა ფაქიზად ახსენებს სიტყვა მოცეკვავეს. როდის ხდება ადამიანი მოცეკვავე? აი რა განაპირობებს მაგას, რომ აი ეს მოცეკვავეა? როდის ხდება მოცეკვავეს, მაგას დრო და ასაკი ვერ განაპირობებს, ჩემი შეხედულებით. აი მოცეკვავე, ჩემი აზრით, ხდები პირველ რიგში მაშინ, როცა უკვე დიდ ანსამბლში ცეკვავ ნებისმიერ საქართველოს დიდ ანსამბლში ცეკვავ და შენ გაქვს შენი ადგილი იმ ანსამბლში. მაშინ ახარ ჩემი აზრით უკვე მოცეკვავე. თუ შენ ნებისმიერ სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში არ აქვს ამაგას მნიშვნელობა, ქუთაისი იქნება თბილისი, ბათუმი, გური, იმკვიდრებ შენ ადგილს ანსამბლში, ესე იგი შენ იმკვიდრებ ადგილს სცენაზე და მცირედი ბჭყალებში ჩასმული ხდები ჩვენ სივრცეში, ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიასა და ცეკვაში ცნობადი ადამიანი. უკვე ხდები მოცეკვავე. პროფესიონალი მოცეკვავე, სადაც უკვე შენი ადგილი და შენი მე გაგაჩნია სცენაზე. მაშინ ქორეოგრაფზე მითხარ. როდის ხდები ქორეოგრაფი? ქორეოგრაფი მან რა განაპირობს, რა კრიტერიუმს უნდა აყოფილდეს? ქორეოგრაფი ისევე ჩემი შეხედულებით ხდები მაშინ, როცა შენ ნაშრომს აღიარებენ. შენ ნებისმიერ ცეკვას, რომელიც შენ შემოქმედებად შეასრულებ, ამ შენ ნაშრომს მაყურებელი მიიღებს ისე შენ როგორაც აქვს ნაფიქრი იდეურად, შენ როგორაც აქვს ნაფიქრი შინაარსობრივად და მოგიწონებენ, ჩემი აზრით, მაშინ ხდები ქორეოგრაფი. თუ შენ როდის ხდები ქორეოგრაფი, მაგას უკვე ჩემი აზრით გიწყვიტავს მაყურებელი და შემფასებელი, კრიტიკოსი და მოყვარული. მე ასე ვთვლი. აი რა შეგრძნება, როცა შენს კედლებში, შენს ოჯახში გამოზდილი ბავშვი, გოგო იქნება თუ ბიჭი, უკვე ახლა კონკრეტულად ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში გვერდით გიდგება და შენი კოლეგა ხდება. ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის დღემდე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილი შეძენა. როდესაც დემეტრე დამებადა, დემეტრე როცა დაიბადა, ალბათ ის გრძნობა ცხოვრებაში არ დამავიწყდება, იმიტომ რომ ერთი შვილი მყავს და ჩემთვის ის დღე იყო განსაკუთრებული. აი როგორ გითხრათ, აი რას ვადარებ, იმიტომ რომ 28 წელიწადია ვასწავლი მეთქი და ამაზე დიდი ბედნიერება და სიამაყე, იმიტომ რომ
იმ საქმესაც 28 წელიწადია ამ ქალაქში ვაკეთებ უდიდესი სიყვარულით, ქალაქის სიყვარულით და ჩემი ხელოვნების სიყვარულით. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არსებობს და მახარებს, ძალიან მახარებს, რომ დღესდღეობითაც, წინა თაობებშიც, დღესდღეობით საკმაოდ რაოდენობით ჩემი გაზრდილი ბიჭები და გოგოები ცოტა ნაკლებად ვიტყვი არ მიყვარს გადაჭარბებით საუბარი, ბიჭებსაც შეეხება. დღესდღეობით არის ერთი გოგო, რომელიც უკვე ჩემ გვერდით ეკავს, მეორეც მოვიდა უკვე, რომელიც სახელმწიფო ანსამბლში ჩემ გვერდში დგას, მაგრამ ბიჭების დაახლოებით 30-35%-ია ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ჩემი გაზრდილები, ან სტუდიის გაზრდილები. საკმაოდ და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არაა შენ გასახდელში, შენ გვერდით რომ ბავშვი იცვლის, რომელიც 10 წლის უკან ამ კარებს ჩამოვიდა და ასე რომ ვთქვა, ჩარვალს უსწორებდი რაღაცას და დღეს კოლეგები ვართ. და კიდევ ვიტყვი რომ საკმაოდ ბევრი ესეთი. საკმაოდ. დაახლოებით 30-35%. 6 წლიდან ჩართული ხარ ამ სფეროში. კი, უწყვეტად. ნუ თუ იმას თუ არ ჩავთვლით რომ მეორე დღეს ტირილით მიხვედი მაგალითად რეპეტიციაზე. არ ვიცოდი სად მივდიოდი და იმიტომ რა. იმ ტაშის დაკვრის მერე კი გითხარით ის მერე. ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ შენ ცხოვრებაშიც იქნებოდა ესეთი მომენტი რომ გიფიქრია რომ ხوار შევწყვიტო. აი რაღაცა როცა იქონიებს ხოლმე გავლენას. თუ ყოფილა ესეთი მომენტი შენ ცხოვრებაში და აი როგორ უნდა მონახო მანდ ის мотиваცია თუ რა უნდა იპოვო რომ გადალახო ეგ პერიოდი რა. იყო, ნამდვილად იყო. უბრალოდ ორჯერ იყო ეგ პერიოდი, ერთი იყო ძალიან მაგრად მახსოვს 1994 წელი იყო, 12 წლის ვიყავი, როდესაც გვიწევდა მე და ჩემს რამოდენიმე მეგობარს წყალტუბოში სიარული, იმიტომ რომ ჩემი მასწავლებლები, მე ბევრი პედაგოგი და რეპეტიტორი გამოვიცვალე და მოუწიათ სახელმწიფო ანსამბლი იყო წყალტუბოში და იქით გადავიდნენ და მოგვიწია რამოდენიმე ბიჭი იქით წასვლა, იმიტომ ძალიან კარგი სტუდია გაკეთდა 90-იანები ძალიან ცუდი პერიოდი და ნუ არ ვიცი რაღაცათო საახში მე ცეკვას უნდა დავანებო თავი. რატო? იყო ერთი მიზეზი, რომ ბავშვობიდან არ მიჭირდა არც ესეთი ჟანრის ცეკვა, ჟანრობლიობა რო ავიღოთ და როცა უკვე დადგა პერიოდი ტრიალი და ტრიუკი ვახსენეთ დასაწყისში ხო, რომელი წლიდან აკეთებო, ცოტა გამიჭირდა ტრიალი. აი დაცემა დგომას როგორაც ვიტყვიან ჩვენ მოცეკვავეები, როგორც ვამბობთ, აი მუხზე დახტია, ცოტა ცუდი ნათქვამია, დაცემა დგომა, უაზრო ტექნიკას ვფლობდი მაშინაც ბავშვობაში, ეგ ჩემთვის არ იყო პრობლემა. აი ტრიალი რაღაცა ტრიუკთან დაცემასთან შერწყმა ძალიან რაღაცა მინდოდა რომ აი ცხოვრებაში თვითონ ცეკვაში ძალიან მარტივად მომდიოდა ყველაფერი, გაკეთებული არ ქონდა პედაგოგს, აღებული მქონდა მოძრაობა და ეგრევე აი რაღაცა ისე მოხდა რომ ვერ გამაგებია, სწორად ვერ ამიხსნა რომ ტრიუკ ჭირდება დრო და ეს უცებ არ მოვიდოდა როგორაც თქვა ხაზბეგურის ილეთი ინდა დაჭარულის ნებისმიერი მოძრაობა თუ ნებისმიერი სხვა მოძრაობა და ამას ვერ შევეგუე და აი რო გიტყვი აი გულის აცრუების პერიოდი ბავშვური არნაირი გარდატეხის ასაკი არაფერი ამან იმ კომენტი თავში რო ცოტა დაიბოღმები ცოტა-ცოტი სიტყვა რომ აი რატო ვერ აკეთებ ვიფიქრე ახსოვს და ეს თუ არ გამომდის მაშინ ათმინდა და მაშინ იყო დედაჩემის ფაქტორი რომ ძალიან გული მწყდება იმაზე რომ დღეს ახლა 9-8 წლის 10 წლის ბავშვებს მოვლიან იცეკვენ 3-4 წელიწადი და აღარ უნდა მშობელი ამბობს რომ აღარ უნდა ცეკვა და მშობლის ფაქტორი მნიშვნელოვანია. აი მაშინ დედაჩემის ფაქტორი იყო რომ არა შენ რა გინდა გავიგე მაგრამ არა ცეკვას ვერ დაანებებ თავს მიუხედავად იმისა რომ კვირაში 3 დღე წყალტუბოში დავდიოდი დენი არ იყო წყალი არ იყო და როგორ ვახერხებდი იქტარებას როგორ ახერხებდა დედა იქტარებას ცოტა აი მოეთყვიან პაპუტნი ვარიანტი 3 ადამიანი ვიყავით რომლებიც ჩავდიოდით კვირაში 3 დღე წყალტუბოში და ჩამოვდიოდით და მაშინ ამდენს წვალობ მეო და არ მოგცემ რა მაგის უფლებას მეორე ვარიანტი იყო უკვე პერიოდი როცა ცოტა ცხოვრებაში დგება რაღაცეები რომელსაც ცოტა გერევა იქ სიხმაწვილის პერიოდსა და რა გინდა კი გინდა, მაგრამ უფრო მეტი გინდა რაღაცა სიტყვაზე ვამბობ და რაღაცა მეტი არ ჩანს, მაგრამ რამ გადამაფიქრებია, ყველაზე მეტად გადამაფიქრებია იმან, რომ ის მეორე რა მინდოდა ჯერ მოფიქრებული არ მქონდა და სანამ ამას ფიქრი, დრო და
ვარიანტები ჩამოუყალიბდა გონებაში, ძალიან ცოტა ხანი იყო, ალბათ ერთვიანი პერიოდი იყო, რომ გადავიფიქრე, არა მინდა და ეს იყო სულ ალბათ ის იყო 22-23 წლის რო ვიყავი პერიოდში. მაგრამ უკეთეს ვერ მივაგენი. ამ ქალაქს ვერ მოვცილდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა სხვაგან წასვლა, მე არ მინდოდა დარჩენა და ასე შემდეგ, სხვა პროფესიის შეცვლა და რო ვერ მოვიფიქრე, სხვა რა უნდა მეკეთებია, რომ მივხვდი, რომ არა, ეს შენი საქმეა, გიყვარს და მოწყდები იმას, რაც გიყვარს და დღემდე ასე ვარ, რომ ყველას ვასვეუბნები, რომ რაც გიყვარს ცხოვრებაში, ის უნდა აკეთო, მაშინ მიიღებ ბედნიერებას და მაშინ მიიღებ სიამოვნებას. პირველი შენ ქალაქს. ამ ქალაქს მაგრად შეუულია რომ დაიჭიროს რა. მიიჯაჭოს ადამიანი. ეს ქალაქი და ძალიან ბევრია რომ წასულა, სხვაგან უცხოურია ეს, მაგრამ აქ არის, აქ უნდა და ბრუნდება და რა. ძალიან. აი ყველა ჩემი აზრით ყველა იმ ნებისმიერ თავის ქალაქში დაბადებულ შეუძლია ასე იფიქროს, მე მხოლოდ ჩემი ძლია ქუთაისზე და ქუთაისლებზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ კიდე ალბათ მე ვიც ჩემ წრეში ვისთანაც აქვს შეხება, რომ მაინც გეჭიდება რა უკან და ზოგ საერთოდ არ უშვებს ხო გეუბნები, მე არ გამიშვა. შინგონებრივად არ გამიშვა, რომ სადმე წავს სხვა ქალაქ ქვეყანაში, სხვა ქალაქში წავს ვიყავ. ბავშვებთან როგორი მიდგომა გაქვს? ნახე რას გეკითხები, სიმკაცრეც ვნახე შენი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი ვიყავი. მაგრამ ბავშვებთან გასახდაში ვიყავი ბიჭებთან ყოველ შემთხვევაში. და იქ თქვეს, რომ ოთიკო მასწავლებელი? პატარა ბავშვი ხელაკალ ოთიკო მასწავლებელი. ხო. ეს ხო სითბოს garaში არ არის, ხა სიყვარულის garaში. ვერ დაუძახებ ეს კნინობით ალერსობით ფორმაში ხა. მასწავლებელი თუ არის რაღაცა ბუა, მაშინ ხო. გეთანხმები, მაგაში თავიდან ბოლომდე უბრალოდ ძალიან რთული პერიოდი გვიდგას ჩემი აზრით ქორეოგრაფებს, რეპეტიტორებს. აი ბავშვთა ხასიათიდან გამომდინარე, რაც 15 წლის უკან, პირობითად ვთქვათ, მოდი ცოტა უკან არ წავალ, აი 15 წლიან ეპიზოდს პერიოდს განვიხილავ, იყო რომ მიდგომა იყო სხვანაირი. იყო პერიოდი, რომ პირველივე რეპეტიციები იწყებოდა სიმკაცრით. ნუ აუცილებელია სიმკაცრე იმისთვის, რომ თუ წესრიგი არ გაქვს, არც საქმეში საქმე არ გაკეთდება, წესრიგი და დისციპლინა ჩემი აზრით არის პირველი აუცილებელი შენი პირველ რიგში ბავშვის და მე შენი და მთლიან სტუდიის წარმატებისთვის დისციპლინა არის პირველი. იწყებოდა ეგრე, თქვა 15 წლის უკან, მაგრამ ამასთან ახლდა ძალიან თბილი ურთიერთობა. დღესდღეობით პირველ რიგში თაობა ისეა შეცვლილი. ჯერ მაშინაც პირველ რიგში ვახერხებდი, მაგრამ ცოტა მეტი მკაცრი ვიყავი. თავიდანვე პირველ ნაბიჯებზე მკაცრი ვიყავი. რატო ვამბობ, იცი? არ უცდიდი ბავშვი შემიყვარებდა თუ არა. დაფასებაზე არ ვსაუბრობ, ბავშვის გულამდე მივიდოდა ჩემი პიროვნება თუ არ მივიდოდა. მაშინ მაგას არ უცდიდი, ვიცოდი რომ ეს დროთა განმავლობაში მე მქონდა ისეთი გათვლილი გონებაში, რომ თუ აქ მკაცრი ვარ, რაღაცა იმას მე უბალანსებდი რაღაცებს და დღეს ეგრე არ არის, ურთიერთობაში გულისხმობ. დღეს ურთიერთობაში თუ არ შედიხარ, თუ პირველ რიგში სიმკაცრით ვერ ვიწყებ, კაი გაგებით სიმკაცრით, რაღაცა დოზით კი ვაწვდი ამ ყველაფერს, მაგრამ პირველ რიგში ვიწყებ ურთიერთობის დათმობით, გაცნობით, ძალიან ახლო გაცნობით, რომ ცოტა პარალელს გავავლებ, უხეში შედარებაა, მაგრამ აი მშობლის დონემდე შეიძლება ვერ მიიყვანო შენი თავი და ვერც მიიყვან სიყვარულით, მაგრამ ნებისმიერ მასწავლებლის, დამრიგებლის, მათემატიკის მასწავლებლის, ქართულის მასწავლებლის მინიმუმ იმდეს უნდა ვაჯობო, რომ აი სიყვარულში შემიყვაროს, რომ მე მასთან სიმკაცრეც იყოს ისეთი შეგნებული და მისული, ზუსტად მიგნებული, რომ სიყვარულმა გადაჭარბოს ჩემი სიმკაცრე და შეძლოს ამ ახალგაზრდა თაობამ პატიება ჩემი. კაი გაგებით პატიება, რომ მე მას გაუწყერი. თორე ისეთი თაობა მოდის, აი წეღანო ხო თქვი, აი 8-7 ვარ, აღარ მინდა ცეკვა. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ აღარ უნდა ცეკვა, იმიტომ რომ ძალიან ამაყი თაობა მოდის, ძალიან ეგეთი, რომ აი არ ვიცი, ძალიან მიჭირს უკვე. მიშო რაღაც იძახი, რომ ანუ ფეხი უნდა აუწყოს ქორეოგრაფია. აუცილებლად. კიდევ ამბობ. ურთიერთობაში პირველ რიგში დღეს და ბოლოს 3-4 წელიწადია შევდივარ, ვცდილობ მაქსიმალურად და ყველა ამ სტუდიის რეპეტიტორს ვეუბნები, რომ
ბავშვს თავი შეაყვარონ. პირველი მაგია, რომ მე მოვთხოვოთ უფრო მეტი. პირველი ეტაპი არის მაგი. არანაირ ცეკვაზე და რამეზე ლაპარაკი ზედმეტია, ალბათ პირველი ერთი თვე მაგას უნდები ურთიერთობაში, კომუნიკაციაში შესვლას, იმის გამო რომ მე შევძლო იმაზე მეტი სიმკაცრე ვიდეს თუნდაც მშობელი იჩენს მის მიმართ. მაგრამ პარალელს ვავლებ. აი იმდენეზე უნდა შევაყვარო თავი, რომ მან შეძლოს კაი გაგები ჩემი პატიება. იმის რომ მე გაუწყერი და როგორც მშობელი გაუწყრება, თუ უწყრება, რა თქმა უნდა, ისინი გებულობენ ამ გაწყრომას. ცეკვაზე არაა ლაპარაკი, აქ არის მხოლოდ დისციპლინაზე ლაპარაკი. ცეკვასაც შეეხება ცეკვის თემაში არასოდეს ბავშვს არ უწყრები, სანამ ის არ ხდება ანსამბლის მოცეკვავი. 4 წელი ბავშვს ცეკვის გულისთვის არ მიჩხუბები და არ უწყრები. იმიტომ რომ ჩემი მოვალეობა ამას სწორად ვასწავლო, ვერ გაიგებს, უნდა გავაგებინო, თუ ვერ გებულობ, მშობელთან ვალდებული ვარ უთხრა, რომ ამ საქმეში თქვენი შვილი არ გამოდგება, მოდი სხვაგან მოძებნეთ ძალები, დრო იმისთვის, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც დღემდე 28 წელიწადია ვასწავლი, ჩემთვის არის პოტენციური მომავალი სახელმწიფო საქართველოს აკადემიური ანსამბლის ნებისმიერი წევრი. ასე ვუყურებ ნებისმიერ ბავშვს, რომ მინდა მივიყვანო, რაკინა გამომდინარე, უფლება არ მაქვს დროს და ბავშვს და მშობელს დავაკარგინო ის დრო, რაც შეიძლება სხვაგან უკეთესად გამოუვიდეს და პირველ რიგში ისევ ამბობ, რომ სიყვარულით იწყება ყველაფერი. ესე იგი მიდგომა რო კონდეს ყველა პედაგოგს ალბათ ძალიან მაგარი იქნება. ალბათ თელი საქართველო იცოდა. მიდგომაში იმას გულისხმობ, რომ აი სხვა პედაგოგზე უფრო მეტად უნდა ვუყვარდე მე. აუცილებლად. კიდე სკოლის მასწავლებლების სხვა წევრი რომ მაგას აუცილებლად გარემოში იქნება. გამორიცხულია. დღეს მე რაც მინდა რომ გავაკეთო ბავშვთან, ვერ გავაკეთებ, პარალელს ვავლებ. შეიძლება მშობლის დონემდე ვერა, მაგრამ მიახლოებულად მინიმუმ უნდა უყვარდე, იმიტომ რომ ამცეს მე პატივი, როგორაც სემს მშობელს პატივს, ისე უნდა მცეს პატივი იმ გაწყრომის შემდეგ, რომ შეძლოს მანი პატიება სიყვარულით, რომ მოტიკომასწავლებელი ისე მიყვარს. მე რა რომ მეჩხუბა. 4 წელი ახსენე, ოდიში ჩაგეჭერით. 4 წელი ახსენე, რასაც ბევრი ქორეოგრაფი დღეს არ აკეთებს. ანუ ისე გაუარეთ მაგ თემას, რომ ვიღაცამ შეიძლება კიდე გაუაროს რა. ანუ 4 წელი სტუდია და შემდეგ ანსამბლი საკონცერტო ჯგუფი. ხო მართალი ვარ, ხო სწორად გავიგე. ჩემთან ესეა. ბევრმა ვიცით, ანუ 2 წელი ან 1 წელი იცეკვებენ, თავარია სცენაზე გაიყვანოს ბავშვი და ჭყალებში აправებენ იმით, რომ მშობელის თხოვს ამას. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია, უბრალოდ მინდა რომ მოკლედ მაინც გითხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ის განვლილი 4 წელი და რა საფეხურებს გადის ბავშვი იქამდე, რომ მიიყვანო იმ დონეზე, რასაც ჩვენ აქაც ვნახეთ და რასაც ვიდეოებში ვხედავთ და კონცერტებზეც ანალოგიურად. აი, ამ თემასაც რო შევეხოთ, თუ გინდ მოკლედ. კი ბატონო, შევეხეთ, უბრალოდ ვისაუბრებ ისევე პარალელებით ვისაუბრებ. მოდი ასე ავიღოთ. არსებობს თუ არა, კითხვას ისე დავსვამ ზოგადად. რატო არსებობს სკოლაში დაწყებითები 4 კლასი? და რატო იწყება მერე საგნების დამატება? 4 კლასს ამთავრებ დაწყებითებს და მერე გემატება ფიზიკა, ქიმია და ასე შემდეგ ერთი უცხოენა, მეორე უცხოენა. ჯერ პირველ რიგში ჩემი აზრით ეს განპირობებულია ბავშვის ასაკზე. ჩემი აზრით განმარტავ ახლა ამას ყველაფერს, როცა 5 წლიდან, 5-6 წლიზე ის პერიოდი, როცა ბავშვმა უნდა დაიწყოს ცეკვა. ხო, გონებრივად როგორც 10 და 12-13 წლის გოგობიჭები არიან, ისე ვერ იქნები. გინდა არ გინდა, ამას ვერ გაუხვარ. ვერაცდები და ბაზა იმისა, რომ მას გონებაში ჩაუდო 2 წელიწადში ის ყველაფერი, რაც ჩვენ ანსამბლში გინდა მე გააკეთო, ეს არ მოხერხდება. მე ჩემი შეხედულება. მე რაც მთავარია, ეს ზოგადად ვთქვა, რაც მთავარია პირველი, ჩემთვის. წინა ალბათ პირველ მეორე კითხვის შემთხვევაში ვთქვით. თუ საძირკველი, საფუძველი არა აქვს ძლიერი, ჩემი შეხედულებით ანსამბლი ვერ იქნება ძლიერი. ის პირველი 4 წელიწადი ზუსტად ის მომენტია ჩემთვის, სადაც ბავშვმა უნდა გაიაროს ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება ქართული ხალხური ცეკვის. არა მარტო ერთი. შესაძლებელია, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, რომ თქვათ ჩემ თავზე ვიტყვი, რომ მოდი ახლა ოთო უთხარი შენ თავს, ასეთი რაღაცა, რომ არის ჯგუფი 30 გოგო, 30 ბიჭი. მოდი ავიღოთ პირობითად ცეკვა აჭარული.
შეძლებ თუ არა 2 წელიწადში ამ ბავშვებიდან სცენაზე დააყენო, დადგა ცეკვა და აცეკო სრულფასოვანი ქართული ცეკვა. შესაძლებელია შევძრო, იმიტომ რომ მაშინ უნდა აუარო ყველაფერს, გვერდი და დავიწყო პირდაპირ ანბანის სწავლება გამოვტო, მოდი ბჭყალებში ვიტყვი ცეკვის ანბანს და მივადგე კონკრეტულ ერთ ცეკვას და თემატიკას. შესაძლებელია შევძრო, მაგრამ ეს მე არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ მე მირჩევნია 4 წელიწადის ზოგადი სწორი განათლება, მივაწოდო ბავშვს ქართული ხალხური ცეკვის, რაც არის ახლა სიტყვებით არ დავიწყებ, აწევა, ჩაკვრა, ასე შემდეგ. მერე განვითარება ამ ყველაფრის ერთი ცეკვის ფრაგმენტი, მეორე ცეკვის, მესამე ცეკვა, ქართული ცეკვა, აფხაზური ცეკვა, აჭარული ის ბაზა. და რატო ვფიქრობ ამას ასე? იმიტომ რომ დღესდღეობით ყველა სტუდია დამთავრებული ბავშვი ჩემთან ასია. 4 წელი სტუდია რო დაამთავრებს, ვერ გადადის ანსამბლში. ანუ თუ ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს და იმ საფუძველს, რომ ის მომავალში კომფორტის ზონა რო ვისაუბრეთ, ჩემთვის იქნება კომფორტის ზონა სამუშაოდ ანსამბლში რო გადავა, უკვე ის ტოვებს სტუდიას. ეს ყველა ჩემმა მოსწავლემიცის მშობელთან ერთად. ეს ყველაფერი მე-4 კურსს რო დაამთავრებს, მაშინ არ ხდება, რომ მივიდე ერთ დღეს შესანიშნავ დღეს და წლის ბოლოს 4 წელი ბავშვმა იცეკვა და მშობელს უთხრა, თქვენ დატოვებთ სტუდიას. რატო არა? ეს არ ხდება. აუცილებელია, ალბათ დღესდღეობით ასხვაგან არც დამინახია სიმართლე გითხრა. 15 წელიწადია სტუდია რაც არსებობს და ვეძახით სარკეს. რას ქვია სარკე? მარტივად ავხსნი, შეამჩნევდით, ჩვენთან არის ვიდეო თვალები. ეს ვიდეო თვალი არ არის უბრალოდ რომ ყველა უბრალოდ იყოს. ეს არის ის ვიდეო თვალები, სადაც ნებისმიერ მშობელს შეუძლია ონლაინ რეჟიმში მიყუროს მე და ნებისმიერ ჩემი 6 რეპეტიტორი ნებისმიერ სივრცეში 4 სივრცე გვაქვს სამუშაო ნებისმიერ სივრცეში რა დროსაც უნდა მშობელს გახსნას ტელეფონში და უყუროს მისი შვილის რეპეტიციას. ეს არის ახალი მეთოდი, რომელიც 4 წელიწადია დავნერგე. მაგრამ მანამდე პირველ 11 წელიწადი ნებისმიერ მშობელი ზის ჩემთან ჩემი რეპეტიციის თუ ნებისმიერ რეპეტიტორის მსვლელობის დროს პირველი კლასიდან გეუბნები თუ გაგიგონიათ სადმე პირველი კურსელების რეპეტიციიდან პირველივე დღიდან შეუძლია მშობელი იჯდეს და მიყუროს რეპეტიციაზე. ჩემ თავზე ვამბობ, ნუ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი რეპეტიტორია და რამდენი რეპეტიცია ნებისმიერ რეპეტიციაზე. ანუ არა გვაქვს ჩვენ მაგის პრობლემა. 15 წელიწადია ამ სტუდიაში ჩამოდის მშობელი, ჯდება და უყურებს მის შვილის განვითარებას. აქედან გამომდინარე იმ 4 წლის შემდეგ თვითონ უყურებს მშობელი, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე, რეპეტიციიდან რეპეტიციამდე, წლიდან წლამდე ბავშვი ის ზუსტად 4 წლის მერე უნდა დავიმშვიდობო ვიღაცებს, თუმცა ნაკლები პროცენტია ამის ალბათ 10% მაინც ცირედი. ყოველ 10 ბავშვი ერთი შეიძლება მოგვიწვიოს, რომ ანსამბლში ვერ მოხდება, იმიტომ რომ თავიდანვე ხდება ბავშვების შეკრება, ისე კონტინგენტიდან გამომდინარე, ვიღებ რაოდენობას, მაგრამ ეს ისედაც ეტაპია ხა სიტუაცია. ვიღებ რაოდენობას, მოდი ასე გეტყვი, დაახლოებით 100-120 ბავშვისას, მაგრამ სამუშაო ჯგუფში თვენახევრის შემდეგ, როცა უკვე გადახარისხება ხდება ბავშვების, რჩება 80. ანუ 40 ბავშვის დაახლოებით მინიმუმ გაშვება გვიწევს, როგორც გოგოსი, ისე ბიჭის, რომ სამუშაო კომფორტის ზონა პირველივე დღიდან შევიქმნა პირველივე კურსზე და რაც შეეხება ისევე ბრუნდები 4 წელს და დაუბრუნდები. ბავშვმა შეიძლება ვერ იცეკოს ანსამბლში. მაგრამ ჩვენ ამ სტუდიას და ჩემი აზრით ქორეოგრაფს არ აქვს იმის უფლება, რომ 4 კლასს რო დაამთავრებს ბავშვი ზოგადი განათლება არ ქონდეს. ანსამბლის მოცეკვა ვესწავლოთ, შეიძლება ვერ გააკეთოს მან ქართულის გასმა, მაგრამ ცეკვა ქართულის დავლა და გასმა უნდა იცოდეს. მე ჩემი აზრით. ცეკვა აჭარული ვერ იცეკოს, პარალელს გავავლებ ისე როგორაც ანსამბლის მოცეკვა ვიმიცეკვებს, მაგრამ ცეკვა აჭარულის თუნდაც 7-8 მოძრაობა, თავის 2-3 ლამაზი ჩავლა, ჩამოვლით უნდა იცოდეს. თუნდაც ცეკვა მთიულურის დავლა 3-4 მოძრაობით უნდა იცოდეს. ჩემი აზრით აი ზუსტად ის 4 წელი ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ ბავშვი რომ მოვიდა და 4 წელი შენთან გაჩერდა, ზოგადი განათლება ქართული ხალხური ცეკვის მან უნდა იცოდეს. დანარჩენები კიდე რომ საფუძველი ვისაც ძლიერი აქვს, ის გადადის ანსამბლში და ჩემი აზრით აგრძელებს ზუსტად იმ კომფორტის ზონაში მუშაობას, რასაც ანსამბლი ქვია. პატარა და დიდი ანსამბლი მე თავობათა ცვლასთან ერთად. ჩემი აზრით 4 წელი აუცილებელია ბავშვმა გაიაროს. ალბათ მაგ მიდგომის გამოც არის ის, რომ რითაც ისე ჩემი აზრით სტუდია უნდა გაიაროს. სახელმწიფო ანსამბლში
შენი მოსწავლეები ალბათ ანუ ეს 28 წელიწადია ხდება და ნამდვილად ხვდები რომ ამართლებს და არ ვაპირებ ამის შეცვლას არანაირად. ეს ჩემი აზრით, ჩემთან ყოველ შემთხვევაში ამართლებს ზუსტად ეს ეტაპი, ეს გავლილი დრო, ეს პერიოდი, რომ ბავშვი მიიყვანო მოცეკვავე გახადო და მიიყვანო იქ თუ მის პროფესიას აიჩევს, შენ აქედან გაამზადო ისე, რა თქმა უნდა, იქ დრო დაჭირდება. ყველაფერს დრო ჭირდება, ჩვენო ვეძახით შლიფოვკა რაღაცა, მაგრამ თავარია რაც არის, აი საძირკველი ძლიერი კონდეს სწორი, რომ ასე მე განვითარება ყველამ კარგად ვიცით ეგრე პროფესიონალები ვერ გახდები სტუდიური ცეკვიდან და აკადემიური ვერ იცეკვ. ასე ახლავს დუბლები, მე ახლავს აკადემიური ანსამბლები, დიდი ანსამბლები და ეპიზოდებს გადიხარ, მაგრამ თავარია გაკ ბაზა ჩემი აზრით. აქაც სხეულის, რომ შექმნა იზიარებთ ოთომე ბუკე მეგობრებო თავის გამოცდილებას. თავიდან ბოლომდე. ხო, ჩემი შეგიძლიათ მიიღოთ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არ მიიღოთ არ გაითვალისწინოთ. მე ყოველთვის ბოდიშკი ხდით. მაგრამ აქ ესე ხდება. მე ჩემ თავზე ვამბობ 28 წელიწადია ვაკეთებ ასე. და არც ვაპირებ ამის შეცვლას და ყველა ღმერთმა ხელი მოუმართლა. შედეგები ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ და თუ მოგწონთ, ესე იგი რაღაცა სწორად ხდება და. გაგვიზიარა, რაღაცას არ მოწონს, რაღაცას ვახ კრიტიკა ყველას ახლავს აბსოლუტურად, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. რა ვიცი, რამდენად ამართლებს თუ არ ამართლებს, ამას ხალხი წვითავს, ამას ვიტავს შემოქმედება ჩემი აზრით, ამას ვიტავს ყველაფერი ის, რაც მომავალში მე ხდება ნებისმიერ ბავშვთან დამოკიდებულებაში წლების შემდეგ. ეს ყველაფერი დროის გადასაწყვეტია და დღესდღეობით ასე ამართლებს და ვფიქრობ, რომ არ შევცვლი მან არაფერს ალბათ კარგი ხარ. სანამ კიდე კარგი აზრია და იდეა შეიძლება მომივიდეს, მაგრამ ნახოთ თქვენ მომავალში. ეგ მომავლის ამბავი. კი ბატონო. ჩემო სამუდე სტუდიასგან, ჩვენი მეგობრისგან დიდი მადლობა. სიმბოლური საჩუქარიშე. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გაზიარებისთვის, რომ შეგიძლია რომ გადასცე შენი გამოცდილება ხალხს, არ უფრთხი ამას, მოყვე შენ შესახებ იყო გულწრფელი. ეს დასაფასებელია და როგორც ცეკვაში ასევე გამოხატავ ამას საუბარშიც როგორც აღმოჩნდა. დიდი მადლობა შენ ამისთვის. დიდი მადლობა. მადლობა ჩაქურას რომ ჩვენ გვერდში არის და მადლობა თქვენ ვინც გვიყურეთ, მიატყით ლაიქებს, გამოწერებს, ამბებს. დიდი მადლობა ორი სიტყვით შემოვიფარგლებით, დიდი მადლობა თქვენ კიდე ერთხელ როგორაც თავში დავიწყეთ, მადლობა გამოშეხმიანებისთვის და დავამთავრებ კიდე იმ სიტყვებით, რომ ვისაც მოწონს, ვისაც არ მოწონს, გადაგდებოდეთ შემოქმედება, ქართული ქორეოგრაფია, ქართული ხელოვნება, ისეთი რაღაცა, ყველას ყველაფერი არ მოწონს, მაგრამ მოდიშ მოვიხდი ყველასთან, რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ.